Hello guys, მოგესალმებით მეგობრებო, რა ვახართ, რა შვებით ხო ხართ, მაგრად დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და ეს ვიდეოა Eurobawans 7 Medieval და ვაგრძელებთ ბიზანტიის იმპერიის კამპანიას. სოფლიოს დაპყრობა არა, მაგრამ ევროპის დაპყრობა. ცოტა პლუს აზია და ცოტა პლუს აფრიკის ტერიტორია რა. ყოველ შემთხვევაში ამერიკის დაპყრობა მაინც იქნება რა. კაი, დავიწყოთ ახლა თუ აღარ დავყუროთ ბევრი. ჯონ პირველი ვიღაცა. გავიხსენოთ აბა რა ხდებოდა ხო აქ ამასთან გვქონდა ომი, ეს ბანო დავაწყებინოთ. იქ ხუნები თუ ვიღაცასთან გვაქვს ომი, იქ კიევის ის არის სლავები არიან მოკლედ რო გითხრათ. როგორც მაცხოვს ქვევით აბა ქვევით არაფერი, ესენი პრობლემა არ არიან. ასე იგი ბრძოლის ხაზი გვაქვს აქეთ ეს და ერთი იქ რა მეტი არანაირი. მაქსიმუმ იქ გადავიდე იმეებს ის რო ავიღო პირატების ტერიტორიები. მერე ვანდალებთანაც ომი მომიწევს. ვანდალებთან ომი მომიწევს ასევე მარტისფრები რო არიან მაგათ სახელი აღარ მახსოვს. მაგათანა და შეიძლება ესენი არ დამესხმევინი ისეთ გაჭირვებულ დღეში არიან საწყლები ფრანკები, მაგრამ მაგიტომაც არ მინდა ჯერ პირატებს არ გადავალ, ჯერ ეს ზედა მხარე მოვიშორო. რა ქვიათ ამას, ოზგოთები, სლავებს ვიტყვი, იმიტომ რომ კიევის სახელმწიფო რაღაცა, მაგრამ ოზგოთები, ჰუნები და ეს კრაკოვი და რა აქვს პოლონეთის დედაქალაქია, მაგრამ რომელი სახელმწიფოა ეხლა მან დავიც ბულგარეთის იმპერია, ოკუპანტ ვენეცია. ეგ მაწყობს მა. მიდი ბულგარეთო წაართვი ოზგოთებს ტერიტორიები. ბელგრადს მეწავართ მე და ასე შემდეგ რა. ნიკოსი ფულში რაღაცა გვიჭირს ხო? კი, ბევრი არა გვაქვს. ეგეც მოსაგვარებელია, ვიზგოთები ყოფილან ესენი. ანუ აქ ვიზგოთები ან იქ ოზგოთები. გასაგებია. რასიზავენ ეხლა ვანდალები რა ვერ გაანადგურეს საწყლად 3 ქალაქი გადარჩა 4. იდრის იმპერია მოკუბად მერიდა. ბაზარი არ არის, ვიზგოთებს თუ გაანადგურებთ, გამიხარდება ჩემი ისინი მაინც აღარ თქვენ. მეგობარიერები. ალიანში ახართ, მაგრამ არ გიყვანთ ალიანში, no problem. ვიდეო ვანდალებს წაართვი რამე და მაგით დაამთავრე ვანდალებთან ეს რაუნდი. ეგრე ვიტყვი მოდი. არ ვიცი მეც რას ბოდიელობ, მაგრამ რავი. ბევრი მყავს კი 430. კაი, ბლომად ჯარი მყოლია, აღარ მახსოვდა. აქ რა ხდებაო? ვესტრომ იმპერია მეუნება გამოუცხადე ლათინთა იმპერიას და ასევე მეუნება გამოუცხადე ლათინთა იმპერიას. ვესტრომს 40 მომავლება იმაზე ვარ მაწყოს ლათინთა იმპერიასთან ჩხუბი და დავიდარა და და ჩვენი არ არის. მაგრამ მაინც ეხლა რაც შეეხება ამას ჩაცხე მიდი მანდაო, კიდე ჩაცხეო ეგრე და მიდი ეგრე. ეგენი რავი ბელგრადს თუ ავიღებთ არ ვიცი, ლათინებაც ვაიღოს ეგეც არ არის პრობლემა. სიმართლე რო ითქვას. მაგრამ მაინც კაი იქნებოდა ჩვენ აგვეღო და კაი მაგას მე უკან დავხე.
Bam. Boom. Bam. ეგარი განადგურდა რა. ესენი განადგურდნენო. ამას ავიყვანოთ ერთი ეს და ერთიც ეს. ისიო. ამას ვერ უკან დავხე, აქამდე ეხლა აქ რა ხდება? ეკითკენ კაი შეტევა გვაქვს წამოწყებული. არა ხალხის დახმარება დაჭირდებათ მაინც. იმიტომ ბევრნი არიან. შენ წადი ეგრე. ოპ. ეგრე კაია. შენ წამოდი ეგრე. მერე კიდე, აბა შენ წადი ეგრე და ეხლა აქ რა ხდებაო? ფული თავსაყრელი გვაქვს. ჯარიც ყავ ჯერჯრობით და მაგდაც სხვა ვერაფერს ვერ იცოდი. კაი. ეხლა აქეთკენ მივხედოთ ამათ. ვერაფერსაც ვერ შვებითო, ხო? მაქსიმუმ 5 ავიღოთ აქედან ეს. გამოვიყენოთ. და არტყი მიდი კიდე. ბლომა დააკელი 88 არა არის. 186 რა არის და ეგრე კაია მომეწონა, კაი დარტყმა იყო. ეს რო არ მომიკლან, მაგაზე რაღაც უნდა მოიმოქმედოთ. აბა აქ შეგვიძლია. მაქსიმუმ ეს თუ შეგვიძლია, სხვა მეტი არაფერი. აგრესივზე არ გადახვიდე მომჩენი ჭირემი რა. კაი იყოს ეგრე. ეხლა დანარჩენი რა ხდება? აქეთკენ გვაქვს ამასთან დანარჩენი ხრივ ომი, ხო? და შევარდა ეს აიღო. მერე გავარდა დაარტყა ამას აქ. ეგრევე გავანადგურეთ, კაია. მერე აქ დავარტყით ამას. მერე პირდაპირ მივიდა ჩაცხე ამას. ჩაცხე მაგას. მიდი თუ რამე უკან თუ დაბრუნდა, დაგლების ეწყლით მაინც დაბრუნდი. შედალოცვილო შენამანდა. კაი, ეგეც კაი და ბარე დააკელი მაგითაც 360. რამდენი დააკლო რა არის? დაინდეს ცოტა მაინც. ეგრე გავუშვათ. ესეც ეგრე გავუშვათ. ეს ეგრე და ეს ეგრე. კიდე რა დაგვჭა? 2 დაგვჭა სადღაც. ერთი ეს. რა თქმა უნდა დავაყენოთ ამაზე ჩავწვოთ. ეგარ, ერთი დაგვჭა. ერთი აქ დაგვჭენია, no problem. მაგას მაინც ვერ გამოვიყენებთ. აბა ვესტრომ იმპერიავო. რასიზავო. ვესტრომ იმპერიას როგორც მახსოვს ძალიან ბევრთან ახსო. და კარგად იტეხანს უკაჩია. მე დომინანტი სახელმწიფო მაინც გაქვს, შოტლანდია ოკუპანტ რენს. შოტლანდია ნახე. კარგა, მაგრამ მოიხოდა შოტლანდია. და შოტლანდია რა გინდა, მან წადი ჯერ მთლიანი ინგლისი გაერთიანე და მერე
ჩამო ქვემოთ, უფრო ძლიერი იქნები. Იდრე ეხლა იქ გადმოხვალ მე იმას აგართმენ შეაგლავჯარს და მე იქაც დაგამარცხებენ. არ გინდა ორ ფრონტზე რატო იბრძოლე ერთ. ჩემ დღეში ხო არა ხარ ჰა? ერთი ბელგრადზე ვიბრძვი ერთი ფრონტი, მეორე ფრონტი აგე დავამთავრე ჰუნებთან, მესამე ფრონტი კიევთან მქონდა გახსნილი. ამა აქ მქონდა მეოთხე ფრონტი, მაგრამ ამ ფრონტზე ალყაში მყავდა მოქცეული. ერთი ფრონტი აქ იყო, მეორე აქ იყო და მესამე აქ მოხს. ანუ 6 ფრონტი მქონდა. ეხლა მაქვს 2 აქ. ერთი ხრიდან აქ ქვემოდან სამხრეთიდან უტევდა, მეორე დასავლეთიდან. მესამე ფრონტი მაქვს ბელგრადზე, ოზგოთებზე და მეხუთე ფრონტი მაქვს კიევზე. ფედუალე ჭაფენ კიდე რაც ართვა ოზგოთებს. ფედუალეზე გადასულა. ნიკოპოლისი. მაგარწულად არის იმენ ეს ნიკოპოლისი ჩემი ტერიტორია. მირჩენია ნიკოპოლისი და თესალონიკა ადგილები გაუცვალოს რა. თესალონიკა იყო ჩემი. არ მომწონს რა თვალში არ მოდის რა ძალიან ცუდადაა შეკოხებული. მაგას მე ისე უჩანს რომ გამოსწრება მომიწევს. აბა არ მანებებენ არც ეგვიპტე თავს და არც დასავლეთ რომის იმპერია. გამოუცხადე ომი ლათინა იმპერიას და ბოლოს გამომაცხადებინებენ ომს. არ დაალიანში ყავს კაცი. და როგორ უნდა გამოუცხადოთ ჩვენ ეგენიც ბიზანტიელები არიან, რა სხვები კი არ არიან. ერთი და იგივე ხალხია ეგენი. ლათინა იმპერია და ბიზანტიის იმპერია. ერთი და იგივე ხალხი არიან ორივე სახელმწიფოში. ეგეც მეოთხე ჯვაროსნული ომები იყო. მეოთხე ჯვაროსნული ომი იყო ბიზანტიას შეუტიეს რა კონსტანტინოპოლი აიღეს რა. და ლათინა იმპერია დაასწრეს იგი და ხალხი იგივეა. მაგიტომაც ვიზა ხალხი იგივეა მეთქი. ბულგარეთის იმპერია მეუნება სუბეს იმპერიას აჯანდაბაში. აბა სუბე მაგას კი გამოუცხადე ვესტრომ იმპერიამ ლათინა იმპერიას ამაზე რეჯექტ, მაგრამ ძალიან ჩამდის უკვე მე ურთიერთობა არ მომწონს. მაგაზე თანახმოვარ გამოუცხადებ no პრობლემა რა. ეს ვერ აგინახესად ყოფილა, მაგით რა ვერაფერს ვერ აიღებ და პრობლემა არა. ეხლა იყოს ეგრე მე ადგილ შეუცვლი. შენ ეგრე ჯარი ყოფში აღარ აყავს ერთი საწყლად ყავს თურმე ის. ქვევით როა. არც უნდა ამდენი ხალხი, ბარემ აი ეხლა უფაქტ მყოფლია მოყრილი, რაც შეიძლება ბლომად მოყარა. მუაგროვა რო არ დამართეს ამას არა ეხლა ამას გავუნადგურებ აქ და რაც დარჩება გავუშვებ უკვე იქითა ფრონტისკენ თუ აქეთკენ აზრი აღარ აქვს ვერაფერს ვერ გამოიყენებ მაგას დაარტყი და მიდი შენ მაგას დაარტყი ეგ არის ეხლა შენა წამოეგრე შენცა წამოეგრე შენცა თქვენი იყავით მან შენ წამოდი ეგრე და შენ წამოდი ეგრე სვაქ მორჩა მე მგონი ხო თელი ამბები კი აქ ყავს კიდე ერთი მაგით ვერაფერს ვერ იცავს კაი აქ უბიძინებია ეგვიპტე შენ ეხლა მომუნდათ იმენა ყველაფერი შენ შეხვალ მან და დააწვევი ამას აიღებ მაგას ეგრე და წამოხვალ ეგრე
აქო ტვინი გაბურღეს რა ბიჭო ამათ. ვაიმე შენ აუ შენი კარგი ვერ შევდივარ. ეხლა შევლენ აქ ლათინები. მაგარი ტვინის ბურღები თუ არ იყვნენ რა. უკან დაბრუნდი რა გინდა შენ მანდ მოიცა. ნამე კაი დემეიჯი მით ფუშ შენი. აი გინდა არმიაში რა გინდა შენა ესა რა უნდა. წადი აქ დაარტყი ამას. კაიღო მომწონა. ეხლა შენ მიდი მან დაარტყი მაგას. ეგ ვიღაც ვეღარ იზავს. ახლა მაგას დაარტყი. მაგას დაარტყი ეგრე. იმიტომ რომ აზრი არ აქვს, იმას მაინც ვერ ავიღებდი და ყველა ცვლებს დავკარგავდი, ყველაფერს დავკარგავდი. ამას მაინც დაარტყი. აუ, იმის დამერტყა, აი არა უშავს. ნოს ეგრე. ეს ეგრე. ეს ეგრე. ეს ეგრე. ესეც ეგრე. დიდი არაფერია. წავშალოთ საერთოდ. კაი, რვა კაციო. ერთი ეს, მეორე, ეს ხომ. აქ ნუ ჩავიყვანოთ. სიო მე მგონი მორჩა. მამ. რები მყავს იმენა ოხრად რა. რამდენი ტერი ყავს აბა? 2 4 6 8 10 სახელმწიფო რა. ტვეადა ვერ გამოვლი. ლომბარდიასთანაც ომი მქონია ძმა. Western Imperiet Fedwalech. Fedwalech. აბა დასავლეთ რომის იმპერია რას იზავს? ესე ჩმორულად იქნება? რამე ამოიღე ძმა, ხმა, ხო ხედავ როგორი პატარა იმიდან რამხელა იმპერია შევქმენი. თავი და როგორ ჭირდა ბრძოლა, არა ეხლა მთელი აზიის ტერიტორიაც რუკაზე გამოჩენილი თითქმის ერთი ქალაქი დარჩა. ჩემია და მოუყვები ესეს ისტორიაზე ეხლა ევროპას. აფრიკისკენ არც ვეხედები მაგას იდრის დინასტიას და ეუბიდენებს უთმობ. ძმა ვანდალებს მაგათ უთმონდა თუ აიღებენ თავენ თავზე პირატებს მაგათ უთმობ. დალშე გამოყვები კიევს ავიღებ, კიევიდან მე კრაკოვზე გადმოვა, კრაკოვიდან მე გავშლი ჯარს და ზევი და ქვევით გავუყვები ერთ სეუბის იმას დინასტიურ იმპერია მაგაზე, მეორე იმას თუ კიდე არ იქნება აღებული ბელგრადი ეგრე გამოყოლებული ოზგოთებს შეუტევ და მე წასვლი რო აღარ მექნება, მაგამდე იქნება ვიღაცა მომიცხადოს, მაგრამ გარშემო ყველასთან ურთიერთობა მაქვს, არ გამომიცხადებენ. მე პატარა დერეფანი მექნება ფრანკებზე, მანდ გავჭრი, ავიღებ ფრანკების ტერიტორიას, ფრანკებიდან მე ჩამოვალ ვიზგოთებსაც ავიღებ, ონთ ფრანკებს რო ავიღებ, ორად გავშლი ჯარს, დავშლი და ერთს ვიზგოთებს გავუშვებ, მეორეს ლონდონზე გავუშვებ და იორკი ჩემი ამხანაგე მაგას ვერ ვსებრძო. ეგ არის ჩემი მიზნები. ამას დაჭირდება ალბათ ერთი ყველაზე დიდი 10 ეპიზოდი რა. ეგეც არ დაჭირდება. ეხლა თუ ასე გააგზა დიდი ხანი აქ ლოდინი ხოლმე. რა ვიცი, რა გითხრათ. ანუ ეხლა არის მე-7 ეპიზოდი, ეს არის მე-8 ეპიზოდი რა, ხო? დავი წინსვლები თუ ასე განვაგრძეთ, რომ
უკვე ვიდეოს დასაწყისშივე ერთი ხუნები გავანადგურე. უკვე აქეთკენ რაღაც დინასტია რო იყო ეს აზიური, მაგასაც ვანადგურებ. რავი, კიევს ახლა დედაქალაქს წავართვებ, ეგრე ვფიქრობ მალე და ქვევით რაღაც ქალაქს გვაქვს, მაგასაც წავართვებ. ბელგრადი კიდე და რა ვერ დაადგას საშველი რო ავიღო. ანუ კი მარტივ ასახებია, მაგრამ ანუ ძალიან ბევრი მიდის რა, ჩემი ისა ლათინები. და მისასვლელი არ მაქვს, რა დაუყენო ხალხი და რო ავიღო რა. თუ ერთ კაც უწეღანაც. იმენა შემიძლია შესულიყავი, მან ხალხი არ მყავდა შესულიყო, ვერ უყენებ. ვერ მიდიან, ვერ ულიან. წადი ეგრე. ამას რა უნდა, შოტლანდიამო? ჰოლი რომ იმპერიას გამოუცხადე ომიო? ჰოლი რომ იმპერია რომელია? ჰოლი რომ იმპერია? მაგას? შენ და ძალიან ბევრი მოქვს იმასთანაც, არ მინდა ძმა. ჯერჯერობით არ მინდა ეგრე ომების გამოცხადება. აი თუ რამე მე მივადგები ჩემი ინიციატივის გამოუცხადებ ომს, რატომ გამოუცხადე სხვის ინიციატივით? აგერ ეს უკვე წავართვით და ამას გავწევით თქვენ თუ შემიძლია? არა. აიღო სადაც არის. სხვის ინიციატივით რატომ უნდა გამოუცხადო ომი, როცა შემიძლია ჩემივე ინიციატივით გამოუცხადო ომი? გამესით პასუხი. ვერ გამსვით პასუხს. მაგაზე. რადგან მართალი ვარ. ეხლა მაინც უნდა აგიღო კიევო, ამ რაუნდზე მაინც უნდა აგიღო. უნდა აგიღო მერქი, ეხლა და არ მინდა ბევრი ლაპარაკი. მიდი. ოპ. ვერ შევედი კიევში, მაგრამ შემდეგ სულაზე უოჭული შევედი. აქამდე მე მგონი ერთი დაგვრჩა და ამაზე გამოვიყენებ, რომ არ დამიხოცოს ხალხი. კაი, რაც შეეხება კიევი, ასე გამას შემდეგ სულაზე ავიღებ, ლივსაც ალბათ ორ სულაში ავიღებ. რა დრო მაგისთვის სად არის დრო? მე უნდა ვიწერო, მაგრამ სად არის? დავმავდი თუ რა ხდება? არ მახსოვს სად დავდე. დავდე რა, რომ მე მხარეს გამონთავს და არ ჩანს. თუ მე დავმავდი ახლა და არ ვიცი ძმა, არ ვიცი. აზია რომ ალბათ მე დავმავდი და არ ვიცი. კაი, აქედან მხარეს ვიხედოთ და მე ვნახავ მაგას. რა გინდა, უიმე გამინადგურა რა ხნავს, მაიკ. ეგრა ჩაიდინო, მიწასთან გაასწორა და ყველაფერი, ამენა. მიწისა და პირისაგან მე გააქვ. აი, შენ ეგრე დანარჩენი ხა წაიხვეტეთ აქედან ძმა. სადაც გინდათ იქ წაბრძანდი, წაიხვეტეთ აქედან. ეგრე წადი. შენ დარჩი მანდ ქალაქი გაამაგრე. შენც ეგრე. შენ იმაზე დაგტოვებ. მე გამოყევი მაგათ რა. კაი, ესეც კიდე ერთი კაც უნდა იყოს აი აქ, ხო თქვი. არა, რაც ვიცი რა. კაი, ახლა ბელგრადზე აქ ვერ ვიხმარობ ამას, ამასაც ვერ ვხმარობ. ერთი თავწიოთ რა, მე რა. ეგ დავტოვოთ სოცხლეს ივსებს, მაგას ვერ ვიზაო, მაგასაც ერთი დავწიო და სხვა ვერაფერი. ვერა. შევაკლავ მაგას არ მინდა, ვერა, ხოსიო.
აი იგიპოვე 24 წუთი ვიღებ. სადამიგი რა. დაუმავდი მე მგონი ძმა. არა უმაღლესი დეგები დავდე ხედველობაში ასიზახი. შოტლანდია. აბა რას ჩალიჩობ შოტლანდია? ბიჭო, რას გადაეკიდე ამ ფრანკებს ბრატ? ფრანკებს ახედე. შეუუტია იორკს. ერთი ქალაქი აქვს, აიღებ უცებ, ნახე სოცხ როგორ ცოტა აქვს. მე წამოხვალ ლონდონს აიღებ, ლონდონს ერთი ქალაქი აქვს, ნახე. მე ზღვის გადალახვა აღარ მომიწევს საწვალებელი, აღარ გამიხდება. მიდი რა, მოტვინე ცოტა. რა გინდა რენში და ფრანკებთან ბრატ? ესა ეხლა ფრანკებს ატოვეძახიო, ეხლა ეგ არ მითხრათ. იმიტომ რომ ფრანგები არ არიან ეგერი. ეგენი არიან King of France and Castle-ში. აქ კი აწერია საფრანგეთის სამეფო, მაგრამ ამ პერიოდში საფრანგეთის სამეფო არ იყო ეს. ეს იყო ფრანკთა სამეფო, ფრანგები. და შემდეგ ფრანკთა სამეფო გაიზარდა, იმ ხელ ტერიტორიაზე გადავიდა. იცი, ჩათვალეთ გერმანია, მე ის რო გაგიხსენეთ, იმ ხელ ტერიტორიაზე გადავიდა, რომ გაიყო სამნაწილად. და მაგ სამნაწილად ჩამოყალიბდა ესპანეთის მაგის ტერიტორია იყო, მაგრამ სხვა რამის იყო. ჩამოყალიბდა საფრანგეთის სამეფო, მე ჩამოყალიბდა და აღმოსავლეთ მხარეს გერმანიის სამეფო და სამხრეთ მხარეს იტალიის სამეფო. ორც მახსოვს, იტალია იყო. ესპანეთის ჰქონდა, მაგრამ ესპანეთი ჩამოყალიბებული. და ამ პერიოდში როდესაც ეს ვითარება ხდება დასავლეთ რომის იმპერია როა დაჟე მაგ პერიოდშიც არ იყო. ან მაგ პერიოდშიც იყო, მაგრამ იყო ფრანკთა სამეფო ცნობილი. ჯერ არაბობა არ არის დაწყებული, არაბობასაც ფრანკთა სამეფო იყო და არ იყო დაშლილი ჯერ. და არაბობა, რავი, რომელი წელი იყო, აღარ მახსოვს. უნდა ეწერო საქმესაც, მოიცა 464 წელი. 464 წელი თუა, მალე მალე რა რამოდენიმე 1000 წლეულებში რომიზაცია უნდა მოხდეს. თუ 464 წელია. და ამ თამაში დრო მალე გადის. მაგრამ ამ თამაში ანუ ეგრე ვერ ლათინები არა შანსი არ არის. ეგრე ვერ მიყვები რა ამ თამაშს, რომ ანუ სოფლიო ისტორიის მიხედვით მიყვება რა. არ მიყვება ეგრე. იმიტომ არ მიყვება, რომ დასავლეთ რომის იმპერია და ბიზანტია ეს პერიოდში კი იყო, მაგრამ ამ პერიოდში არ მახსოვს ყოფილიყოს. ანუ მოკლე ხანს იყო ეს პერიოდში რა, დასავლეთ რომის იმპერია და აღმოსავლეთ რომის იმპერია ერთი, მაგრამ ეს ამ პერიოდში არ მახსოვს ყოფილიყო. უფრო ცოტა მოგვიანებით პერიოდში მახსოვს ატომაც. ისტორიას გადასახედი მაქვს, იმიტომ რომ ბევრი რაღაც დამოვიდა და რო აღარ გავიმეორებდი რაღაცები. და უეჭვი უნდა გადავიმეორო, თან მიყვარს ისტორია, ძალიან სახელისო. ჩამთრევია რა. ვართ გაინტერესებდეს ისტორია ისეთი საგანია, თვითონვე დაგაინტერესებს რა. მაგიტომაც ვიყვარს. უმაგრესი საგანია. და იმედია მარტო მე არ ვარ ეგრე ნაწყობილი. ისტორიაზე რომ დამიწყო საუბარი, ყველა თემაზე, ყველა საუკუნეზე, ყველა პერსონაჟი რა, მაგრამ იმ დროინდელ ადამიანს შემიძლია აუყვე რა. კი, შეიძლება რაღაცები არასწორად თქვა, იმიტომ რომ არასწორად დამავიწყეს და არასწორად მახსოვდეს. მაგრამ ეგ იმიტომ რომ დროინდა გამომდინარე, როგორც და უმართლა ეგრეა, როცა ელემენტარული რაღაცა, როცა არ იმეორებ, აღარ კითხულობ რაღაცას, დაგავიწყდება ის.
როგორც ინგლისური ან სხვა ენაზე თუ როცა სწავლობ რაღაც უცხო ენას, იმ უცხო ენას რო ისწავლი და მე თუ გამოყენებაში არ ქონდე, არ იყენებდე, ისენა დაგავიწყდება. არ შეგინარჩუნდება. ეგრე ახლა ისტორია კი ვისწავლე, ჩავაბარე, ავიღე მაღალი ქულები, მაგრამ ისტორია თუ არ გადავიმეორე, თავისდროულად ნენელა ამომეშლება ესა ცნობიერი დაჩემა, მაგრამ მეხსიერებიდან ამოიშლება. მაგას კიდე სხვადასხვის ადამიან თავისი თვლის რა გონებიდან შენი ტვინი რაღაც უნიშნელო რაღაცებს, ანუ შეიძლება ეგ რაღაცა გამოსწორება რაღაცა ეგ დროებით მისა ნიშნულოვანი, მაგრამ შემდეგ გადის დრო, შლის თავის გონებიდან შენი ტვინი, რადგანაც შენი ტვინი ვერ გაუძლებს შენი მთელი ცხოვრების მანძილზე, მაგალითად ზოგი 50 წელს ცოცხლობს, ზოგი 60, 70, ეგენი ცოტაა, მაგრამ ზოგი 70 აღარა ცოტა, მაგრამ 70, 80, 90 წელს ცოცხლობს ხოლმე, 90 წლის, მაგრამ ანუ მეხსიერება არის ძალიან დიდი, ძალიან და ანუ ელემენტარული რაღაცა. რამოდენიმე ნახეთ კომპიუტერის მაგალითზე მოგყვებით რა. კი, კომპიუტერში და ჩვენი ტვინი უფრო მაღალ დონეზეა და რაღაცა, მაგრამ კომპიუტერის მაგალითზე გეტყვით. შენ რაღაცა ელემენტარული ან ტელეფონ მაგალითზე როგორც გინდათ რაღაცა ვიდეო რო გადაიღო, მაგალითად 2 საათიანი ვიდეო გადაიღე, მაგალითად მე 2 საათიანი ვიდეო ვიღებ ხოლმე, ხან 3 გააჩნია რაები გაქვს ხომ ედიტის გამოყენებით, მაგრამ აი ბევრი გიგაბაიტს მიწევს ხომ 2-3 2 საათიანი არის, მაგრამ 1 საათიანი ვიზახი მაგას 2 საათიანზე ამ 1 საათიანი 2-3 გიგაბაიტი რა. ესე წარმოიდგინე 80-70 თქვა, 90 აღარ მივადგეთ. მაგ წლების განმავლობაში რამდენი საათი გაქვს გავლილი და რამდენიც გაიარე და ყველაფერი შენმა გონება დაიმახსოვროს, ჭკვიდან შეიშლები. აგიფეთ ხდება გონება. პირდაპირ არა, მაგრამ ანუ ვერ გაუძლებს მაგხელა დატვირთვას, მაგხელა როგორ ისა მაგხელა დატვირთვას, მაგხელა მეხსიერების ანუ სოდნას ან ტევადობა არ არის მაგხელა რა, რომ მაგხელა წლების და ცხოვრების ის დაიმახსოვრო. მაგიტომა შლის გონება, ანუ შენი ტვინი შენი მეხსიერებიდან რაღაც მომენტებს. მაგიტომაც არის, ანუ მაგალითად ზოგჯერ ხო დაფიქრებული ხარ ხოლმე, აი რა გამიკეთებია დღეში, ანუ მაგალითად წინა დღეს და გავაკეთე და აი არ გახსოვს ხოლმე წინა დღეს რა გააკეთე. ეგ იმიტომაა, რომ ყოველთვის ყველა ადამიანი ეგრეა. დღის ბოლოს თავისი მეხსიერების როგორც მახსოვს პროცენტები ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ გონის 70 თუ რაღაცა მაგდაგვარი ანუ მიახლოებით მაგ პროცენტამდე მეხსიერებას ავიწყდება რა, იმის გამო რომ არ გადაერთოს ტვინი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა თუ დამეთანხმებით მაგაში. მაგიტომაც არის, რომ თუ რაღაც ისწავლე და დიდი ხანი არ გადაიმეორე, ის ნენ დროთა განმავლობაში ნენილა ამოიშლება და აღარ ფიქრე მოხსოვდება. მაგრამ შენ თუ იმას რაც ისწავლე, აი მაგალითად გავიდა 2 თვე დაც და გავიწყდა, გადაიმეორე აღიდგინე ის, მაგრამ ეგრე ვიზახი რა, რომ გადაიმეორე ხოლმე რამოდენიმე თვეების განმავლობაში რომ არ დაგავიწყდეს, ეგ ბევრად ამას გააკეთებს შენ. ელემენტარული რაღაცაა რა. და მე მგონი ახლა აქ ვიდეოს დასრულება მომიწევს. თან ასე ლაპარაკი ხოლმე და სხვადასხვა თემებზე შეხება დროს ისე გადის ხოლმე, ისე აღარ მეშლება ხოლმე აქ დიდი ხანი მომიწევს ხოლმე ლოდინი, რავი. თან მე მგონი თქვენ და კომუნიკაციასაც ვამყარებ და ანუ იმედი ესე რაღაც საუბრობს, რაც გაინტერესებს. თუ რამეა ანუ ისე რაღაც შემიძლია ვისაუბროთ, თქვენ გაინტერესებს, უბრალოდ ეგ უნდა დამიწეროთ კომენტარებში. თორე მე ვანგარა ვარო იმ ხრივ ვიძახი, რომ მე თქვენ თავებში ავიხედოთ და რაც გაინტერესებს იმაზე
უი ეს ჩემ გამოწერს საინტერესებს და აი მაგას დავიწყებ ლაპარაკს, როცა მე ავია თქვენ გალთ 1000-ობით არა, მაგრამ 1000-ობით კილომეტრის დაშორებით ვარ მაინც. და თქვენ თავში მე ვერ ჩავიხედავ. მარტო ერთ შეუძლია ეგ ყველაფერი და ეგეც ღმერთია. კაი, ახლა მიდი ვიზგოთებო დროზე ქენით რა. ლათინთა იმპერიავო. დერბენს ახლა შემდეგ სულაზე ავიღეთ, მაგრამ ეგ იქნება შემდეგ ეპიზოდში. ასე იგი ამ ეპიზოდში რა გავაკეთეთ მეგობრებო, ახლა მოკლე შინაარსი რომ გამოვიტანოთ. ამ ეპიზოდში ჩვენ გავანადგურეთ ჰუნები. გავანადგურეთ რაღაცა დინასტია იქ აზიაში და კიევის სახალიფოთ რაღაცა ჯანდაბა არის. ბოლომდე არა, მაგრამ შემდეგ სულაზე უკვე განადგურებულები იქნებიან. ნელ-ნელა მტერს ვასუსტებთ რა და გაგრა სათაურის გამო თქვი. ნელ-ნელა მტერს ვასუსტებთ და წინ მივიწევთ. კიევს გამოვადგეთ, მერე გადავთ კრაკოვზე. კრაკოვიდან მერე ფასაუზე. ჯერ ვიენაზე, მერე ფასაუზე. და ვიენე დედაქალაქი. ეხლა ამ ბუდაპეშტს და იმას არ შევუტე, მერე აყლაში რომ ექნება მოქცეული თვითონაც დამნებდება. უბრალოდ ჯარით ახარჯვა არ მინდა მაგაზე. კაი, ეგა და ეს იყო რა არის? ესა და ეს იყო სულ მეგობრებო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. რა არის გუგა რა არის? შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა ჰედა აბა მომავალ შეხვედრამდე. Peace.